გამარჯობა, მე ვარ გიგა ლებაინიძე, ბანკი ქართულ 26-27 მარტს მასპინძლობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების ასოციაციის საერთაშორისო საბრძოლო კონფერენციას თბილისში. ჩემ თანაწამყვანთან ნიკოლოზ ჩარკვიანთან ერთად და მოწვეულ სტუმრებთან განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, რომელიც აქტუალურია სამბანკო სექტორისთვის და იმ საკითხებს, რომელიც უფრო დეტალურად და სიღრმისეულად განიხილება კონფერენციაზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დღეს როცა ამ პოდკასტს წერთ, უკვე ყავს 160-ზე მეტი რეგისტრირებული დელეგატი 22 ქვეყნიდან და 60-ზე მეტი ორგანიზაციიდან. დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათია თურქნავა. მოგესალმებით. ქალბატონი ნათია. პირველი რითაც გვინდა დავიწყოთ არის უკანასკნელი საკრედიტო რეიტინგის განახლება, რომელიც S&P Global Ratings-მა მოამზადა საქართველოს შესახებ, სადაც ძალიან ბევრი პოზიტიური საკითხი არის გამოყოფილი, მითითებული. თქვენი შეფასება გვაინტერესებს განსაკუთრებით მონეტარული პოლიტიკის კუთხით, როგორ შეაფასებთ დასკვნას და რა არის ძირითადი, ასე ვთქვათ, ჰაილაითები, რაც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ დასკვნაში. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ვიდრე ჩვენს სუვერენულ რეიტინგს და მის ევოლუციას შევაფასებდი, მინდა რომ მოგილოცოთ ბანკ ქართულს ეს შესანიშნავი წამოწყება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც თქვენ მასპინძლობთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია როგორც ბანკისთვის, რასაკვირველია, ასევე მთლიანად ჩვენი საფინანსო სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. და ამის ლოგიკური გაგრძელება სწორედ წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასება, ეხლა ბოლოს S&P-მ სარეიტინგო სააგენტომ ძალაში დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგი, BB და პერსპექტივა სტაბილური. ცოტა ხნით ადრე ასევე Fitch-მა, ასე ვთქვათ, წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა ჩვენი პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ისევ BB რეიტინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ჯერ ერთ-ერთი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მომატებულია გლობალური გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა, ძალიან ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რაც ზოგადად რისკების მომატებას მოასწავებს და ჩვენ ხედავთ, რომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც კი რეიტინგი გადაიხედა და შეუმცირდა ამ შემთხვევაში პერსპექტივის დონეზე თუ თვითონ რეიტინგის დონეზე და ასეთ პირობებში ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელიც არ არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ყველაზე მეტად განვითარებული ეკონომიკურად, მაგრამ შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ არათუ არ შეგვიმცირდა რეიტინგი, არამედ პირიქით გაგვიუმჯობესდა პერსპექტივა, სტაბილური პერსპექტივა დაფიქსირდა, ეს მართლაც დიდი მონაპოვარია. ეს ნიშნავს, რომ სარეიტინგო სააგენტოები ამას ხედავენ და ინვესტორებიც აფასებენ, ჩვენი ეკონომიკა არის სტაბილური, ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება არის ჯანსაღი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი, ვინაიდან სუვერენული რეიტინგი ეს არის პირველი ინდიკატორი ინვესტორებისთვის, თუ რამდენად სარფიანი და უსაფრთხო იქნება მათთვის ამა თუ იმ ქვეყნის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განთავსება. ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ბანკებისთვის, რადგან ეს ასევე ნიშნავს იმ მოზიდული რესურსის ფასს, რაც უფრო უმჯობესი არის, უკეთესი არის სუვერენული რეიტინგი, მით უფრო, ესე ვთქვათ, ხელმისაწვდომი ხდება ეს საბანკო რესურსი, საფინანსო რესურსი და მით უფრო დაბალი დანახარჯი აქვს, ასე ვთქვათ, და ფასი ფინანსებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, ცენტრალური ბანკისთვის და ვფიქრობ, რომ მთლიანად საფინანსო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც მითითებული არის იგივე S&P Global-ის ანგარიშში, რის გამოც მათ შორის მან დაგვიტოვა რეიტინგი უცვლელი. ეს არის ძალიან პოზიტიური შეფასება ჩვენი საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობის, იმიტომ რომ მართლაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბუფერი, ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას ასახავს სხვადასხვა შესაძლო საგარეო შოკის მიმართ და გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა შარშანდელთან შედარებით, უფრო სწორედ 2024 წლის დონესთან შედარებით 2025 წელს მოხერხდა, ასე ვთქვათ, რეკორდული ზრდა 40%-ით და მეტით გაიზარდა ჩვენი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, რეკორდულად მაღალი იყო ბაზრიდან ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული დოლარის შესყიდვა 2.4 მილიარდს გადააჭარბა და შედეგად ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი ჩვენი რეზერვების დაფიქსირდა 2025 წლის მიწურულს 6.2 მილიარდი. იანვარშიც, თებერვალშიც გრძელდება ეს ტენდენცია, უკვე 6.3 მილიარდი დოლარის ოდენობის არის ჩვენი რეზერვები.
არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო შედარებით ახალი ფაქტი, რომ ჩვენ წელწადნახევრის წინ მონეტარული ოქრო შევიძინეთ პირველად საქართველოს ცენტრალური ბანკის ისტორიაში და იმის გამო, რომ ოქროს ღირებულება და მიმზიდველობა ბაზარზე მუდმივად იზრდება და ეს არის ალტერნატიული, ასე ვთქვათ, რესურსი და ძალიან საინტერესო გახდა ზოგადად ყველა ცენტრალური ბანკისთვის პრაქტიკულად. ჩვენ ამ კუთხითაც შევძელით, რომ გაგვეზარდა რეზერვების მოცულობა და დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და უკვე 1 მილიარდზე მეტი არის ღირებულება იმ ჩვენი ოქროს პორტფელის, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ამ რესურსს, რაც ჩვენ ხელთ არის. და ეს ასე ვთქვათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და ეკონომიკის მედეგობას და სიჯანსაღეს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს. თუ ველოდებით რომ მომავალში სარეიტინგო სააგენტოები კვლავაც ობიექტურად გააგრძელებენ ჩვენი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეფასებას, მაკროეკონომიკის შეფასებას, მათ თავის რეიტინგში და თავის რეპორტში დააფიქსირეს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური პოლიტიკა არის გონივრული, რაციონალური, პრუდენციული, ასე ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ მომავალში გაუმჯობესების საშუალებაც იქნება. ალბათ ბანკის განმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ამაზე კომენტარი გავაკეთოთ ის არის რომ რეზერვების ზრდა თან მოხდა ბაზარზე სტაბილურობის, გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისა და ბაზარზე ზეწოლის გარეშე, მათ შორის მასშტაბური თქვა სავალუტო აუქციონების ჩატარების გარეშე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის გადმოსახედიდან. საერთოდ კურსზე ბოლო პერიოდში მერყეობა არ შეიმჩნევა, ეროვნული ბანკს არ გამოუცხადებია ბოლო პერიოდში აუქციონები და ეს პირდაპირ ინტერვენცია არ გაუკეთებია და მნიშვნელოვანია. ჩვენ დეკლარირებული პოლიტიკა ეს არის მცურავი სავალუტო კურსი, რომლის ერთგულებით ჩვენ ვრჩებით და გაცილებთ უფრო ღირებულია ინვესტორის თვალში, როდესაც ბუნებრივად სტაბილური არის სავალუტო ბაზარი, რასაც ეკონომიკა უწყობს ხელს, ძლიერი შემოდინებები, სავალუტო შემოდინებები ძირითადად ტურიზმიდან, ექსპორტიდან, მათ შორის მომსახურების ექსპორტი გახდა ახლა ერთ-ერთი სერიოზული მამოძრავებელი ძალა დრაივერი ჩვენი ეკონომიკის, გზავნილებიდან, პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიდანაც, ახლა 5.2% არის მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რაც თუ შეხედავთ ახლა გლობალურად, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი არის. გაუმჯობესდა ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ის კი არა და მესამე კვარტალში პროფიციტი დაფიქსირდა ისტორიაში მე მგონი პირველად და 3 კვარტლის ჯამითაც ძალიან დაბალ დონეზე არის დეფიციტი მთლიანში და პროდუქტთან. ესეც მნიშვნელოვანია, ამიტომ გაგრძელდება ეს პრაქტიკა და ის ფაქტი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ლარის კურსი სტაბილური არის, რაც ისევ და ისევ ძლიერი შემოდინებების ხარჯზე ხდება, ის უფრო მეტად ხდის ჩვენს ფასიანი ქაღალდების ბაზარს და ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებს მიმზიდველს საერთაშორისო ინვესტორებისთვის. აი სულ ახლა ხანს ჩატარდა ევრობონდების ძალიან წარმატებული განთავსება ფინანსთა სამინისტრომ, რაც განახორციელა და ჩვენ ჩართულები ვიყავით, ხვდებოდით ინვესტორებს, როუდშოუები გავმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და მომავალში ვფიქრობთ, რომ აზიის ბაზრებსაც მოვიცავთ. დავინახეთ ძალიან მაღალი ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ევრობონდების შეთავაზებაზე დაახლოებით 5.5-ჯერ მეტი ინტერესი დაფიქსირდა და რამაც ძალიან კარგი პირობებით მოგვცა სახელმწიფოს მისცა საშუალება, რომ გაეკეთებინა რეფინანსირება ევრობონდების და ეხლა ვხედავთ ინტერესს, ინვესტორები გამოხატავენ ამ ინტერესს ისევ და ისევ უკვე ლარში გამოხატულ ინსტრუმენტებზე, ანუ ეროვნულ ვალუტაში და ასევე კორპორატიულ ფასიან ქაღალდებზე, კორპორატიული ობლიგაციები, ანუ არა სუვერენული სახელმწიფოს მიერ გამოშვებული, არამედ კონკრეტულ ბანკებსაც შეუძლია. ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება ემისია კორპორაციული ობლიგაციების. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მართლაც სავალუტო ბაზარი არის სტაბილური. და კურსის სტაბილურობის ფარგლებში გაცილებით მარტივია ეგ ინტერესი გადაითარგმნოს უკვე. რომ კურსი როცა სტაბილურია და პარამეტრები სტაბილურია, უფრო კალკულაცია მონეტარულ პოლიტიკაზე რო გვესაუბროთ, ეხლა იყო კომიტეტის ხდომა ერთი კვირის წინ. მინდა რომ ეს საკითხი გავშალოთ, რა გადაწყვეტილებს რო იღებთ, რას განიხილავთ, რას ეხდობით, რა მოლოდინი გქონდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის
კეთილი, გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი გამოწვევები, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, არამედ ზოგადად გლობალურად, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არაპროგნოზირებადობის ხარისხი გაზრდილი არის, ჩვენ ხედავთ ტარიფების ომს, ჩვენ ხედავთ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას, ჩვენ ხედავთ გეოპოლიტიკურ მიმდინარე კონფლიქტებს თუ ახალ კერებს, რაც შეიძლება გაღვივდეს. საქართველო იმყოფება შუა დერეფანში, რაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მიმზიდველია და ლოგისტიკის და ტრანსპორტირების განვითარების საშუალებას იძლევა, მეორეს მხრივ მოწყვლადები ვართ სხვადასხვა რეგიონალური შოკების მიმართ. და ასეთ დროს მონეტარული პოლიტიკის გონივრულობა ერთი ათათფასობს, იმიტომ რომ ძალიან რთული გახდა ტრადიციული გზებით ასე ვთქვათ, პროგნოზების დასახვა, რაც ადრე იყო, იმიტომ რომ საშუალოვადიანი პროგნოზი ეყნობოდა გარკვეულ დაშვებებს, გარკვეულ მოლოდინებს, ახლა მოლოდინებიც და ეს სურათიც არეულია, იმიტომ რომ ბაზრები ძალიან ვოლატილურია ზოგადად, სხვადასხვა პოლიტიკოსის გამონათქვამზე რეაგირებს და თქვენ ამას ხედავთ. შესაბამისად, ჩვენც იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკის გონივრულობა და ეს რას ნიშნავს, რომ უფრო ეფექტურად ვმართოთ საშუალოვადიანი ინფლაციური მოლოდინები, შევცვალეთ და დავხვეწეთ ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია, რაც მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ეს სიახლე გახლდათ, მაგრამ ეხლა სულ უფრო მეტი წამყვანი ცენტრალური ბანკი ნერგავს ამ მიდგომას და მანამდე ჩვენ ვიყავით და ჩვენი სომეხი კოლეგები, ვინც პირველად დანერგა ეს მიდგომა და გადავედით სცენარებზე დაფუძნებულ პროგნოზებზე, რაც უფრო იმას ასახავს, რომ ნებისმიერი რისკი იქნება ეს მაღალი ინფლაციური სცენარი თუ დაბალი ინფლაციური სცენარი თუ ჩვენი ცენტრალური სცენარი, თუ კი ის რისკი მატერიალიზდება, ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის. ანუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ გინდა თუ არა, ესე იგი პროცესები განვითარდება ამ დაგვარად, ამ იმ დაგვარად, ეს იქნება უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ასეთ პროგნოზს ჩვენ ხელთ არ არის ეს ფაქტორები და ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს, თითოეულ ასეთ მატერიალიზებულ რისკს ჩვენ უპასუხებთ ადეკვატური ნაბიჯებით. ეს აძლიერებს ნდობას ზოგადად ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მიმართ და ბაზარიც, მათ შორის თქვენს ბაზრის მონაწილეები ხართ, საფინანსო სექტორი იქნება ეს თუ ზოგადად ასე ვთქვათ, რეალური ეკონომიკის ბიზნესი იქნება თუ უბრალოდ მოსახლეობა, დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის და შეიარაღებულია იმისთვის, რომ საშუალო ვადაში ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს და მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს უზრუნველყოს ინფლაციის დინამიკა. პრაქტიკულად ახლა მონეტარული პოლიტიკა, იცით, რომ ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი ეს არის ზემოქმედება პროცენტზე, საპროცენტო განაკვეთზე. ამ თვალსაზრისით, ესე იგი, ბევრი კრიტიკა გვხდება შეიძლება, იმიტომ რომ პროცენტი მაღალია ვამბობენ და ახლა როდესაც ინფლაციური რისკები არის და გაურკვევლობის ხარისხი მაღალია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ უფრო მეტად ლიბერალურად მოვიქცეთ და უფრო შევამსუბუქოთ ეს ტვირთი. გვინახია მაგალითი მეზობელ ქვეყნებში ესეთი მაგალითად ერთ-ერთმა ქვეყანამ რო შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, ეხლა ხედავთ რამხელა ინფლაცია აქვს და რამხელა ეხლა მოუწია რეფინანსირების განაკვეთის აწევა. ყისიერი შედეგი მოყვება დაწევას არასწორ დროს, მაგრამ მე მდგომარეობის გამოსწორება სჭირდება, შეიძლება წლები დაჭირდეს, რომ მე რამდენი წელია უკვე იმკისა. ეთანხმებით, ამიტომაც არის, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა აქცევდეს ყურადღებას რაღაცა მიმდინარე და უშუალოდ კონიუნქტურას, იმიტომ რომ კარგად ჟღერს რომ პროცენტი დაწიე, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით, რომ მაღალი ფასების დონე არის ახლა ჯერ კიდე ისეთი პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, აწუხებს ბიზნესს და ამიტომ ჯობია რომ ჩვენ მაინც უფრო ფრთხილ მხარეს ვიყოთ. 8% არის ჩვენი მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე განაკვეთი, ახლა გქონდა ჩვენ ისე მორიგის ხდომა და ძალაში დავტოვეთ, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ეს ძალიან გამკაცრებული მდგომარეობა, ჩვენ ახლა როდესაც კოვიდის დროს მეტის ქონია. რა თქმა უნდა, იყო ისტორიულად მაგალ 11%-იც ყოფილა. აქ თავარი არის რომ იყოს სიტუაციის ადეკვატური. ჩვენ ყველა ჩვენ პრეს-რელიზშიც ვამბობთ ამას და კომუნიკაციაში, თუ დავინახეთ რომ მომდევნო თვეებში ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენი პროგნოზის მიხედვით ინფლაცია წამოვა ქვევით, ეს არის ჩვენი ცენტრალური სცენარის მოლოდინი, რომ ნელ-ნელა დაუახლოვდება 3%-ს. წელს ვფიქრობთ, რომ სადღაც საშუალო წლიური 3.7 იქნება. აი თუ ამ გეგმას მომდევნო თვეებში დავინახავთ, რომ მიყვება ამ პროგნოზს უფრო სწორედ ინფლაცია, მაშინ ჩვენს გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ კვლავ შემცირება. დღესდღეობით საქართველოსთვის ნეიტრალური განაკვეთი, პოლიტიკის განაკვეთის არის 7%, რომელიც
შეესაბამება ჩვენს პარამეტრებს და აი მივახლოვდებით ნელ-ნელა 7%-ს, მაგრამ არ გვაქვს უფლება რომ გამოვიჩინოთ აქ ზედმეტი ოპტიმიზმი, ჩვენ მაინც კონსერვატიულები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი თავარი მანდატი, ჩვენი თავარი საზრუნავი არის ინფლაციური მოლოდინების მართვა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პრინციპში ჩვენმა პოლიტიკამ თავის გონივრულობა და ეფექტურობა დაადასტურა, ამასაც წაიკითხავთ თქვენ გნებავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებში და გნებავთ სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში. წინა 2 წელი იყო ძალიან დაბალი ინფლაცია 1.1%, ასე ვთქვათ, რაც დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ჩვენს მიზნობრივზე. გასული წლის საშუალო 25 წლის საშუალო ინფლაცია 3.9% იყო. ჩვენ ქონდა მოლოდინი და ეს ობიექტურად მოხდა, რომ წლევანდელი წელი დაიწყებოდა შედარებით მაღალი ინფლაციით, იმიტომ რომ მანამდე შესადარისი დონე საბაზისო დაბალი იყო და ყოველთვის უფრო მაღალი ჩანს ამ დროს მაჩვენებელი, მაგრამ ასევე გვაქვს ჩვენ მოლოდინი, ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით, რომ თანდათან მერჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდეგ ის დაუახლოვდება თავის მიზნობრივ დონეს, იმიტომ რომ ერთი რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც მაღალი მერყეობის პროდუქტებს გამორიცხავს კალათიდან, კვლავაც არის 3%-ის დაბალი, ანუ მიზნობრივის ფარგლებში და ასევე ეგრეთ წოდებული ხისტი ფასების ინფლაცია, რომელიც მომსახურების ფასებს ასახავს, რომელსაც მეტი დრო უნდა რომ შეიცვალოს, მაგრამ უკეთესად ასახავს მოლოდინებს, ისიც მიზნობრივის ფარგლებში რჩება. ეს გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმს, რომ ინფლაციური პროცესები არ განვითარდება, არ გაღვივდება და ნორმალიზაციისკენ წამოვა. ფაქტია, რომ დაახლოებით მსგავს მიდგომებს ხედავთ იგივე ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებში ან ევროპის ცენტრალური ბანკის, რომლებიც გაცილებით უფრო გვიან დაიწყეს კიდევ ამ პროცენტის გადახედვა შემცირება კოვიდის მერე და დღემდე ახლოს არ არიან ჯერ კიდევ იმ ნიშნულთან, რომელიც თქვა კოვიდამდე იყო. რაც აუცილებელია და ცენტრალური ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ეს არის. მე აქ პატარა კომენტარს გავაკეთებ, რომ ეს უკვე ახლა მარტო ჩვენი დაკვირვება არ არის და იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშებიც მეტყველებს, რომ განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გაცილებით უფრო ეფექტური და დროული და მოქნილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ვაჯობეთ ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს და მათ შორის ევროპის ცენტრალურ ბანკს და ევროზონის რეგულატორებს, იმიტომ რომ თავის დროზე, როცა საჭირო იყო უფრო სწრაფად მიიღო ეროვნულმა ბანკმა საქართველოსი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე და მერე უფრო სწრაფად მიიღო ამის შემცირებაზე გადაწყვეტილება. ნუ გაცილებით ნაკლები ბიუროკრატია და მეტი მოქნილობა ამ თვალსაზრისით და ეს უკვე ასე ვთქვათ დამდგარი ფაქტია, რომ უფრო ეფექტურად მართეთ ჩვენ ეს პროცესები. შემდეგი კითხვა რაც გვექნება ის არის სიფსის მიმართ ინტერესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რაც არის ჩინეთის შიდა საგადასახადო სისტემა, ჩინური იუანის კლირინგისთვის გამოყენებული. ამ მიმართულებით არაერთმა კომერციულმა ბანკმა დააფიქსირა თავის ინტერესი საქართველოსთან. რა მიმართულებით ვითარდება პროცესი და რატომ არის ეს ქართული სექტორისთვის, ქართული საბანკო სექტორისთვის საინტერესო? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეხლა, როდესაც მიწევს მეც სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება, სადაც სხვა ცენტრალური ბანკები, ევროპის ცენტრალური ბანკი, ასე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები მონაწილეობენ. აშკარა ტენდენციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მანდატი ცენტრალური ბანკების ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება რჩება, ეს ჩვენი მანდატი. სულ უფრო მეტი როლს ასრულებს საგადახდო სისტემების განვითარების ფაქტორი. განსაკუთრებით ეს აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ციფრული აქტივი შემოვიდა და ზოგადად საგადახდო სისტემა მნიშვნელოვანია, მაგრამ მით უფრო მნიშვნელოვანია საგადახდო სისტემების განვითარება, განსაკუთრებით საზღვრისპირა საგადახდო სისტემების და პლატფორმების განვითარება საქართველოსთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ შუა დერეფნის ქვეყანა ვართ, ყოველთვის ჩვენი ეკონომიკის განვითარება ეფუძნებოდა ღია სწრაფად განვითარებულ ვაჭრობას სხვადასხვა ქვეყნებთან. დღეს, როდესაც ზოგადად გლობალურად დეგლობალიზაციის და ფრაგმენტაციის პროცესები მიმდინარეობს, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შიგნით რეგიონში გავაძლიეროთ კავშირები. ჩვენ ხედავთ ახლა და ამას იგივე რუსეთ-უკრაინის ომმაც შეუწყო ხელი, რომ შუა დერეფანზე სულ უფრო მეტი ტვირთები გადმოერთო, სულ უფრო მეტად განვითარდა ლოგისტიკა და საფინანსო სექტორი ამას არათუ უნდა მიყვებოდეს, არამედ უნდა ასწრებდეს კიდევაც ერთი ნაბიჯი
და ამ ტენდენციის გასაძლიერებლად უფრო მარტივი, უფრო სწრაფი და შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გადახდები უნდა აწარმოოს რეგიონში, დერეფანში. რა არის ჩვენი დერეფანი? ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არის, ესე იგი, ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის რა თქმა უნდა ჩინეთი, ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ევროკავშირი, სხვა რა თქმა უნდა რეგიონის ქვეყნები, მაგრამ ძირითადად მაინც ჩინეთის ფაქტორი ამ დერეფანში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო და ასეც იქნება. შესაბამისად, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად ჩვენ უკვე როგორც ცენტრალურმა ბანკმა ხელი შეუწყოთ ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ქონდეს საგადახდო თვალსაზრისით ჩინურ საფინანსო სისტემასთან, იმიტომ რომ ერთი რომ იზრდება ვაჭრობა, მზარდია, მეორე რომ იზრდება ტურიზმი, ჩვენ ხედავთ ახლა პირდაპირ ფრენების რაოდენობაც იზრდება და საგადახდო სისტემა განაპირობებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა და ჩვენგანაც წავა და მოკლედ ეს არის მხარდასაჭერი. ამისთვის არსებობს ეს ცნობილი საგადახდო სისტემა SIPS-ი, რომელიც ზოგჯერ არასწორად აღიქმევა და ჩვენ მე მგონი განვარტეთ ეს არაერთხელ როგორც SWIFT-ის ალტერნატივა და ვისარგებლებ შემთხვევით და არამც SSE არ არის, იმიტომ რომ დაახლოებით 180 ქვეყნის მთელი მსოფლიოს 5000-ზე მეტი წამყვანი ბანკი არის გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც SWIFT-ით, ასევე SIPS-ით, ანუ ეს ორი ურთიერთშემსები მესეჯინგის სისტემა, რომელიც ემსახურება გადახდებს. SWIFT-ი ამ შემთხვევაში ეს არის დოლარი, ეს არის ევრო და SIPS-ი ეს არის იუანი. მზარდია ტრანზაქციები, თქვენ ერთ-ერთი მაგალითი ხართ ამისი, ქართულ ბანკი იუანში და ეს ტენდენცია გაძლიერდება, იგივე შეიძლება ითქვას ჩვენ სხვა წამყვან ბანკებზე. ამიტომაც ჩვენ არ გაგვიკვირდა რომ როდესაც ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ საბანკო სისტემას, რომ ვისგნებავთ, რომ დაგეხმაროთ, ვისარგებლებთ ჩვენი კავშირებით SIPS-ში პირდაპირ წევრობისთვის, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ წამყვან ბანკებს შორის, 4 ბანკია ამ წუთში და ალბათ გაიზრდება ეს რაოდენობა, ვინც ეს სურვილი გამოხატა. ჩვენ მასპინძლობდით რამოდენიმეჯერ SIPS-ის პრეზიდენტს საქართველოში და შესაბამისად ძალიან კარგი განწყობა არის, გვეხმარებიან ამ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება თქვენი გაწევრიანება, რაც რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ პირდაპირ შეძლებთ მოემსახუროთ იუანში ტრანზაქციებს, გაცილებთ უფრო ნაკლებ ფასად, სწრაფად, შეუფერხებლად და სხვა შუამავალზე დამოკიდებულები არ იქნებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამას სათავე დაუდო, ამასაც ვიტყვი ჩვენს ეროვნული ბანკის მზარდმა კონტაქტებმა ჩინეთის სახალხო ცენტრალურ ბანკთან. მემორანდუმი გვაერთიანებს და ამ მემორანდუმის პარალელში ბევრი საინტერესო განვითარებაა. ერთ-ერთია ესა. რახან გადახდების სისტემას შევეხეთ, ეროვნულ ბანკს დაწყებული აქვს, მიმდინარეობს ადგილობრივი გადახდების სისტემის, ესე ვთქვათ, RTGS-ის განახლების პროცესი, რაც მოიცავს როგორც ლარის სტანდარტულ გადახდებს საქართველოში, ასევე ინერგება მყისიერი გადახდების სისტემა. რამოდენიმე სიტყვით ამ პროცესას შევეხოთ და რატო არის ეს მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქვეყნის შიგნით, რომ გადარიცხვები არსებობდეს და განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, რომლებიც ისარგებლობენ. მომხმარებლებისთვის არის ეს სწრაფი გადახდების სისტემა 24/7-ზე, რაც არის მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ თუ კი გვაქვს პრეტენზია, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ვიყოთ ინტეგრირებული, შიდა საგადახდო სისტემები უნდა იყოს კარგად განვითარებული, ეგ ერთი ამოცანა არის, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ დავაპარალელებთ და ინტეროპერაბილობას მივაღწევთ სხვა ქვეყნების საგადახდო სისტემებთან, ხო, იქნება ეს ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყურეს ქვეყნები თუ SEPA ერთიანი ევროსაგადახდო სისტემა, თვითონაც ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ეს ერთი. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მყისიერი გადახდების სისტემის პლატფორმის შექმნა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე დაუშვათ ეს კერძო სისტემები, რაც არის შექმნილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იარსებებს, ანუ კომერციულ ბანკებსაც ექნებათ საშუალება, რომ თავის შეთავაზება გაუკეთონ და ამ კონკურენციაში დაიბადება ყველაზე კარგი, ხარისხიანი და შედარებით ხელმისაწვდომი საგადახდო, ასე ვთქვათ, სივრცე. ეს არის ორი პროექტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ერთი არის RTGS-ი, ეგრეთ წოდებული, რომელიც სისტემა 10 წელიწადზე მეტია, რაც დაინერგა უკვე ეროვნულ ბანკში და ემსახურება ლარის მსხვილ გადახდებს, ხაზინას და ბანკებს, ბანკთა შორის. თუმცა უცხოური ვალუტის დამატებასაც გეგმავთ და ეს არის ჩემი აზრით ჩვენ გადავწყვიტეთ არა მარტო მისი შესაძლებლობების გაზრდა ზოგადად და განახლება, არამედ ორი სიახლე არის მანდ. ერთი სიახლე არის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ უცხოური ვალუტის მოდულების
დამატება გვინდა და ისევ ეს საბითუმო, ასე ვთქვათ, გადახდები, ხო, მსხვილი გადახდები შეიძლება ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოოთ RTGS-ი ჩვენი ცენტრალური ბანკის დავაკავშიროთ სხვა ვიზავი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანალოგიურ სისტემას, ეგ მნიშვნელოვანია. თქვენც გაგიმარტივებთ ბანკებს ამ ტრანზაქციებს და მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ არა მხოლოდ ბანკები იქნებიან დაერთებულები, არამედ შედარებით ძლიერი საგადახდო სისტემის პროვაიდერები, ვინც რა თქმა უნდა კიბერუსაფრთხოებას დაიცავს და ჩვენ კრიტერიუმებს და ეს უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას და მეორე დიდი პროექტი ეს არის ყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობს 24/7-ზე, სადაც უკვე საცალო გადახდები იქნება და ამასაც უნერგავთ. კი, აი, ორივე საკითხს შეეხება პრინციპში RTGS განახლებასაც და SIPS-ის საკითხსაც. ჩვენ რაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით ხშირად უყურებთ ხოლმე გიგასთან ერთად, ტრანზაქციების მიმართულებით მომხმარებლის ქცევას და ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მომხმარებლები იყენებენ არა მხოლოდ დოლარში ან ევროში ანგარიშწორებას, არამედ ადგილობრივ ვალუტაში, იმიტომ რომ დროში გაცილებით უფრო სწრაფი, გაცილებით უფრო იაფი მომსახურებაა და იგივე SIPS-ი იქნება ეს ჩინური იუანის შემთხვევაში, ან თუნდაც ქართული ლარის მიმართულებითაც ძალიან ხშირად გვხდება განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებისგან კითხვა, მოთხოვნა, რამდენად შეგვიძლია ადგილობრივ ვალუტაში ანგარიშწორება RTGS-ის გავლით. რაც აი მესამე მხარეების ჩართულობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი თემა. კი, ეს ასახავს ლარის მიმართ მზარდ ნდობას. კი. გაუტონათია, ბოლო კითხვა გვექნება, რაც ტრადიცია არის ჩვენი პოდკასტების. ვინაიდან კონფერენციის ფარგლებში არის ეს სესიები. გვინდა გთხოვოთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამ ფორმატით, რაც ბანკი ქართულ მასპინძლებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საბანკო სექტორისთვის. პირველ რიგში ჩვენ ზოგადად ძალიან მხარს უჭერთ მივესალმებით და აქტიურად თავათაც ვაინიცირებთ მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებს, როგორც ცენტრალური ბანკი. მაგალითად, გასულ წელს პირველად საქართველოში ჩავატარეთ თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც ინოვაციებს და საგადახდო სისტემას ეძღვნებოდა. ბევრი სხვა საერთაშორისო კონფერენცია ჩაგვიწერა, ლარის 30 წლის იუბილესაც მიუძღვენით საერთაშორისო კონფერენცია და ბევრი გვაქვს ასეთი კიდევ დაგეგმილი. მაგრამ რაც შეეხება ბანკი ქართუს მიერ ინიცირებულ და დაგეგმილ კონფერენციას, რომელშიც ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, აქ მე მინდა აღვნიშნო ის, მე ვიტყოდი უნიკალურობა, რომ ჯერ ეს ერთი, რომ კომერციული ბანკი თქვენ პირველად ატარებთ ამ ევროპის საბანკო გაერთიანებასთან ერთად კონფერენციას, ეს ერთი, საკმაოდ წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა და რამდენადაც მე ვიცი, რამოდენიმე ათეული ქვეყნის ბანკებს საბანკო სისტემას ფარავს და ასევე რამდენადაც მე ვიცი, პირველად არის მათთვის ეს, როდესაც ევროპის გარეთ ტარდება მსგავსი კონფერენცია და ამას ატარებთ თქვენ. მე ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა მთლიანად ჩვენი საფინანსო სისტემის და რასაკვირველია თქვენი ბანკის, მაგრამ უფრო ზოგადად რო შევხედოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვზრდით ცნობადობას ჩვენი ეკონომიკის შესახებ, ცნობადობას ჩვენი საბანკო სისტემის შესახებ, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ყველა უპირატესობა გავაცნოთ და ასევე გამოწვევებზეც ვიმსჯელოთ, რომ საერთო გამოწვევები გვაქვს და ამისთვის მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და მოხარულები ვართ, რომ კონფერენციის ფარგლებში გაუტონი ნათიას პრეზენტაციის მოსვენის შესაძლებლობა ექნება ყველა მონაწილეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის.